მაშინ მერკური ვერტში. მერკური ვერტში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან სწრაფად საუბრობენ. აქ შეიძლება ორი პოლუსით შევხვდეს, იცით, მაგრამ იშვიათად, მაგრამ მაინც. ადამიანები, რომლებიც ძალიან ჩქარა ლაპარაკობენ და მათი გონება უფრო სწრაფად ფიქრობს, ვიდრე შეუძლიათ ამის გადმოცემა და ხშირად შეიძლება ენაცები მეოდეთ ამის გამო. ასევე ადამიანები, რომლებიც ძალიან ნელა ლაპარაკობენ, საუბრობენ. თუმცა აქ განლაგებას რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე მერკური ვერტში არიან ძალიან მოფლირტავი ადამიანები, ძალიან უყვართ ფლირტი და შეუძლიათ სხვადასხვა კარგი ფლირტი. მერკური ვერტში არიან, მერკური ვერტში ადამიანებს ზოგადად უყვართ განათლება მოსწონთ, რა თქმა უნდა, მაგრამ სწრაფად ისწავლონ, შედეგი დადონ. შესაბამისად ამისა, უფრო ტრენინგები, უფრო კურსები, რო გითხრათ ხა ძალიან, რა თქმა უნდა, ის იმას არ ნიშნავს, რომ თუ მერკური ვერტში გყავთ, ესე იგი ყველა ესეთია, ამას არ ნიშნავს, ხო? ადამიანები მერკური ვერტში, სუფთა მერკურ ვერტზე საუბრობთ, ხო? მოკლევადიანი განათლებები მოსწონთ, და შემდეგ ამ განათლების რეალიზება მოსწონთ რა. ხო არიან ადამიანები, რომ მაგალითად ძალიან დიდხანს სწავლობენ და ეს მათი ის არის, რა ქვია, мотиваცია, ასე ვთქვათ რა. და შეიძლება საერთოდ ისწავლონ, მაგრამ არც დადონ ამის შედეგში უგულისხმობ, პრაქტიკაში არ ბიზნესად არ აქციონ და ასე შემდეგ. მერკური ვერტში პირიქით, რა ისწავლის, ბიზნესად შეიძლება მოუნდეს, რომ გადააქციოს. მერკური ვერტში არის სისწრაფის მოყვარული ადამიანები, ადრენალინი, ძალიან მათი და ძალიან ხიბლად ატრაქციონები მათ შორის და ასევე მერკური ვერტში აქვს როგორი საუბარი მერკური ვერტში ახასიათებთ, მერკური ვერტში ვისაც ყავს, ასეთ ადამიანებს ახასიათებთ მკვეთრი ძლიერი საუბარი აქვთ ხოლმე რა და ცოტა სადაც ძალიან იყენებენ ხოლმე ისეთ სიტყვებს, რომელიც კავშირშია სიმამაცესთან და ბრძოლის უნარიანობასთან. საკმაოდ ენერგიულები არიან ხო, შეიძლება რომ სხვადასხვა ეს სხვა ნიშანსაც ახასიათებს, მაგრამ ძალიან უყვართ საუბარი. და აქ მე ვიტყვი ნიშანზეც ერთი ნიშანია, რომელსაც სუსუ საუბარი სიამოვნებს. მერკური ვერტშიც ძალიან უყვართ საუბარი, მაგრამ მერკური ვერტში მოსმენაც კარგად შეუძლიათ რა. თუმცა გააჩნია ასპექტირება, შეიძლება მერკური ვერტში იყოს და იმდენ სუსტრაფი იყოს, რომ თქვათ და ძირითადად ესეც შეგვხვდებათ, რომ არ უყვარდეს, არ მოსწონდეს მოსმენა, ასე ვთქვათ და თვითონ საუბარი უნდადეს სულ. იმდენ სუსტრაფია, რომ არ ყოფნიდეს ეს მოთმენის უნარი, ასე ვთქვათ. თუმცა ეს შეუძლიათ, რომ გამოიმუშაონ. მოკლედ ძალიან გადავაცილე ახლა დროს და ეხლა უნდა გადავიდე სხვა ნიშანზე. მადლობა რომ მისმინეთ.